სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ის რომ ცოცხალი ღმერთი ადამიანებს ეცხადება, ეს გასაგებია. სხვანაირად ადამიანს არ შეუძლია სამყაროს მიღმიერი ყოფიერებას მიწვდეს იმ შეზღუდულობის გამო, რასაც ქმნილება თავის თავში ატარებს არსობრივად. და ის რომ თავის უმაღლეს, უმწვერვალეს გამოცხადებაში ღმერთი ადამიანად მოვიდა, ეს უკვე რა თქმა უნდა დამაფიქრებელია, იმიტომ რომ ღმერთი ადამიანებს ეცხადებოდა ყოველთვის წინასწარმეტყველთა პირით, აუწყებდა მათ. გარკვეულწოდნას აძლევდა ცხოვრების წესას სწავლიდა. ეს იყო სანამ ღმერთი თავად ადამიანად მოვიდოდა. ანუ თვითონ მოვიდა. ეს არის უმწვერვალესი გამოცხადება. შესაბამისად, სრულად მოიტანა ის ცოდნა, რა ცოდნაც გვესაჭიროება იმისათვის, რომ ჩვენ თვითონ ვიცხოვროთ ღმერთში და დაიძლიოს ეს შეზღუდულობა ამ ქვეყნიური, მიწიერი და სამყაროსეული ყოფიერების. მაგრამ რადგან ღმერთი ადამიანად მოვიდა, ბუნებრივია ჩდება კითხვა, რატომ მოვიდა, ხო? ეს ყოველთვის უნდა თეორიულად შეიძლება ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, იმედია რომ უკვე ვიცით, იმედია, მაგრამ ეს არის ცოდნა, რომელიც მუდამ შეხსენებას საჭიროებს საკუთარი თავისათვის, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება მუდამ ვივიწყებდეთ ამას, ამ უმნიშვნელოვანეს რამეს. რატომ მოვიდა ადამიანად? ხშირად ქრისტიანობას აღვიქვავთ როგორც რაღაც ინფორმაციას, რომელიც მე ვიცი და უნდა აღვასრულო, მაგრამ ეს ასე არ არის. ან შეიძლება ჩემ ქრისტეს მოსვლას მე საკუთარი ლოგიკით, საკუთარი ინტელექტუალური, რაციონალური აპარატით, საკუთარი სიმართლით გავმსჯი და შესაბამისად ვცდილობ, რომ მის საიდუმლოებებს, აი ამ უმწვერვალესი გამოცხადების შესახებ საიდუმლოებას ჩავწვდე ჩემი ლოგიკით. გახსოვთ ხო იონე ნათლისმცემელთან რომ მიდის, იონე ნათლისმცემელმა იცის რომ უნდა მოვიდეს და ის არის ყველაფერი და ამ დროს უცებ თავდახრილი დგას მის წინაშე. და გაოგნდება ხო ის ვისთვისაც დაიბადა იონე ნათლისმცემელი და რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა, ის უცებ მის წინაშე თავდახრილი დგას. როგორც ყველა ადამიანი. და გახსოვთ ხო რას ეუბნება, რომ მე უნდა მივიღო შენგან ნათელი, იმიტომ რომ შენ ახარ ნათელი. შენ ახარ. და ჩემთან როგორ მოდიხარ? და რისთვის მოდის? რისთვის მიდიოდნენ ცოდვების მოსანანიებლად. მისთვის ალოგიკური იყო, რასაც ის ემსახურებოდა, ის ლოგიკა დაიმსხვრა იონე ნათლისმცემლის წინაშე. ცოდვილების აღსარებებს ისმენს და ესე იგი იმ ნათლობით ნათლავს, რა ნათლობას მაშინ იყო, ეს არ არის ახალი აღთქმის ნათლობა, რა თქმა უნდა. და უცებ თვითონ ვინც არის ყოველივე შემოქმედი და ნათელი, ის მოდის თავდახრილი მის წინაშე დგას. ზუსტად ისე და ალბათ უფრო მეტადაც ავლენდა თავის ამ თავდაბლობას, ვიდრე სხვა ადამიანი და გაოგდა და უფალი რას ეუბნება, რომ ასე უნდა აღვასრულოთ ყოველი სიმართლე. ანუ ამით ჩვენ უკვე თავიდანვე გვეუბნება წმინდა წერილი, რომ საღვთო სიმართლე არ ემორჩილება ჩვენი ლოგიკის კანონებს, სხვა რამეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ გვახსოვდეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ გვინდა გავიგოთ რა უნდა ღმერთს. ვერ ვიგებთ ხშირად საღვთო განგებულებას, რომელიც რამე თუ მისი ნებით წარიმართება მთელი სამყარო. იქ სადაც მისი დაშვებაა საბოლოო ჯამში ისიც მისი ნება, იმიტომ რომ მას უნდა რაიმე როცა გვტკივა ან ცუდი ხდება. მისი ნება იმ გაგებით, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მერე მისი ყოველად მიგონება მიუწვდომელი სიბრძნით მაინც იკრიბება იქ, სადაც უნდა შეიკრიბოს, რაც მისი გეგმაა და იმიტომ რომ შეუძლებელია ქმნილება წავიდეს საბოლოო ჯამში ღმერთის წინააღმდეგ, ისე და იმგვარად, რომ საღვთო გეგმები დაირღვეს, ხო სწორია. აქედან გამომდინარე, საღვთო სიმართლე რაღაც სხვა რამეა და ამიტომ შესაბამისად ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვფიქრობდეთ, რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად და შესაბამისად და როგორც მერე ღვთისმშობლის დაუჯდომელშია ფილოსოფოსების სულელად გამომაჩინებელო ღვთისმშობელს მიმართავთ. ანუ სიბრძნეს ეძებენ ფილოსოფოსები ინტელექტუალური აპარატით და ამ დროს პატარა გოგომ გააჩინა სიბრძნე. აი როგორია ხო, როგორი შეუთავსებლობაა. ხო სიბრძნე ხო უნდა მოძებნო, ხო უნდა მიხვდე, ხო უნდა ჩახვდე, ხო უნდა აღმოაჩინო, ხო უნდა ესე იგი განმარტო, და ასე შემდეგ, ხო უნდა მერე დაახასიათო სიბრძნე, ხო? ჭეშმარიტება უბრალოდ, აი სიბრძნე უცებ
მარიამმა პატარა გოგომ გააჩინა სიბრძნე ბავშვის სახით. ეხლა აი გესმით, ხო ხდებით როგორი შეუთავსებელია მიწიერი ლოგიკა და ღვთაებრივი ლოგიკა. საოცრებაა ეს საერთოდ. ამიტომ ფილოსოფოსთა სულელად გამომაჩინებელი. ამიტომ ჩვენგან რაც მოითხოვება გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ვალდებული ვიაზროვნოთ აუცილებლად ჩვენ გვაქვს ვალდებულება ვიყოთ ბრძენი ვითარცა გველნი და გველი სიბრძნოს სიმბოლოა. ამავე დროს ჩვენვე გვევალება, რომ არ იყოს ჩვენთვის მთავარი არგუმენტი ჩვენი სიბრძნე, ჩვენი სიმართლე, ჩვენი გონიერება და ამავე დროს სიბრძნესთან და სავალდებულო მოაზროვნეობასთან ერთად გქონდეს ღვთის განგებისადმი, ღვთის ნებისადმი, ღვთის სიბრძნისადმი, ღვთის სიმართლისადმი მორჩილება. კიდევ ერთხელ ღმერთი რო ადამიანად მოვიდა, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა კაცობრიობაში, სამყაროში ბევრი რამე შეიცვალა, იმიტომ რომ ღმერთი რო ადამიანად მოვიდა ნიშნავს, რომ ქრისტეში ღმერთი და ადამიანი შეერთდა გონება მიუწვდომელი შეერთებით და რა თქმა უნდა შეერთდა ჩემთვის. ეს მე მჭირდება, მე როგორც ადამიანი, ჩემთვის დაისახა რაღაც გზა, გამოჩნდა მიზანი, თუ როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს ღმერთთან. არა უბრალოდ ინფორმაცია მივიღო და ზნეობრივად სრულყოფილი ცხოვრება დავიწყო, არამედ შეუერთდე უნდა ღმერთს. რადგან ქრისტეში ღმერთისა და ადამიანის შეერთება მოხდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მე უნდა შეუერთდე ღმერთს. ეს არის ჩემი მიზანი. ანუ უბრალოდ კი არ გავიგო რა უნდა და ვეცადო ვიცხოვრო, არამედ მას შეუერთდე და მე რომ მას შეუერთდები, რა თქმა უნდა, ვეღარ ვიქნები ისეთი როგორიც ვიყავ. შეუძლებელია ადამიანი შეუერთდეს ღმერთს და ისეთივე დარჩეს, როგორიც მანამდე იყო. იმიტომ რომ ქმნილების ღმერთთან შეერთება შეუძლებელია და ეს მაინც მოხდა, შეუძლებელი მოხდა და რადგან შეუძლებელი მოხდა, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ რაღაც ძირეული ცვლილება ხდება ადამიანში და ამ ძირეულ ცვლილებას უფალი უწოდებს თავიდან შრობას, ასევე აპოკალიფსში პავლე მოციქული უწოდებს ახალ ქმნილებას, ადამიანი ახალი ქმნილება გახდა და ეს ახალი ქმნილება, რომელიც ჩვენ უნდა გავხდეთ, აი აქ არის სწორედ სიბრძნე ადამიანის, რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ, ეს რას ნიშნავს? რას ნიშნავს გახდე ახალი ქმნილება? აი დღეს მარკოს მახარებელთან ვკითხულობთ ესეთ რამეს. და ესეთი ადგილები რამდენიმეა წმინდა წერილში, უფალი რო იწყებს თავის მოღვაწეობას, განუკვირდებოდა ერთ-ამას მოძღვრება მისი სინაგოგებში შედის და წმინდა წერილს განუმარტავს ხოლმე. საოცრება იყო ის, რომ ხალხი ხვდება ერთ რამეს, განუკვირდებოდათ და განუკვირდებოდათ არა უბრალოდ ის, რომ რაღაც ახალს ასწავლით, ამას არ ამბობენ. ასწავლებდა ვით არ იგივის აქուն ხელმწიფება და არა ვით არ მწიგნო ბარნიმისი. ანუ მის სიტყვებში და სხვადასხვანაირად არის და საბოლოო ჯამში ეს აზრი იკითხება, რომ როცა ქრისტე ლაპარაკობდა, მის სიტყვებს ახდა ძალა, ენერგია, რომელიც განიცდებოდა არა უბრალოდ მენტალურად, არამედ მათი გულის მიერ, მათი ნერვიული სისტემის მიერ, ფსიქოსომატურად, სულიერად რაღაცა ხდებოდა ადამიანებში, ანუ ძალა და ენერგია. ესე იგი ღმერთი რო ადამიანად მოვიდა, ერთ-ერთი მთავარი რაც მან მოიტანა ჩვენთან, ეს არის საღვთო ენერგია. ეს არის შეუქმნელი საღვთო ენერგია, ანუ მასაც ჩვენ მადლს უწოდებთ, ღმერთი ავლენს თავის თავს, თავის ენერგიებში, ეს ყოველთვის ასეა, ასე შეიქმნა სამყარო და მანამდეც ასე იყო, მაგრამ განსაკუთრებული სისავსით დაიწყო მოღრა, შეიძლება ასე ითქვას, საღვთო ენერგიისა, მას შემდეგ რაც ღმერთი ადამიანად მოვიდა და განსაკუთრებულად ეს ვლინდებოდა ქრისტედან, როგორც აი საღვთო ენერგიის სანთელი, შეიძლება მისი ადამიანური ბუნება ანთებული იყო როგორც სანთელი და ამას ადამიანები ვინც გრძნობდა და განიცდიდა, ის დაემოწაფებოდა და ხდებოდა მისი მოწაფე, მისი სულიერი შვილი, მისი შვილი და ასე შემდეგ, მისი მიმდევარი, მისი საქმის გამგზელებელი და ასე შემდეგ. ანუ იმის თქვა მინდა, რომ ენერგია მოიტანა საღვთო მადლი, რომელიც სრული სისავსით გარდამოვიდა მერე სულიწმიდა ღმერთის გარდამოსვლის მერე და სწორედ იმ დღიდან არსებობს ეკლესია. ესე იგი იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ ქრისტიანები, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აი ეს საღვთო ენერგია, ანუ რასაც მადლი ქვია და მერე მამები იტყვიან, წმინდა მამები იტყვიან, რომ ეკლესიური ცხოვრების დანიშნულება
თავარი ფუნქცია რა არის, აი ჩვენ რა ეკლესიურად ცხოვრობთ, რა ნაყოფი უნდა მივიღოთ, ერთ-ერთი უმთავრესი ნაყოფი არის, რომ ეს ენერგია მოვიხვეჭოთ საკუთარ თავში. სულიწმინდის მადლის სულიწმინდის იმ შემთხვევაში სულიწმინდა ღმერთს, ძეღმერთს და მამა ღმერთს ესენი ერთი ენერგიით ყოფიერებენ, იმიტომ რომ ენერგია არა ჰიპოსტასის პიროვნების მახასიათებელი, არამედ ბუნება საერთო აქვს. ამიტომ როცა ვამბობთ, რომ სულიწმინდა ღმერთის მადლი, ეს იგივეა, რაც ძის მადლი, ის მამის მადლი, ეს ერთ და იგივეა, საღვთო ენერგია და სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის მოხვეჭა ამ მადლისა. მოხვეჭა ნიშნავს ის, რომ ჩვენი გული უნდა მეტად და მეტად გაიხსნას და მეტად და მეტად დამკვიდრდეს ჩვენში და მადლის მიერ, საღვთო ენერგიის მიერ, რომელიც ადამიანის გულში მკვიდრდება, თავად ყოვლადწმინდა სამება ღმერთი მკვიდრდება. და ეს პირველი მოხდა ქრისტეში, როცა პიროვნულად შეიერთა ადამიანური ბუნება, ამას უკვე ადამიანები მაშინ მეგზნობდნენ, ეხლა ვერ უნდა ვქნა. აი 21 საუკუნის ადამიანებმა. და პავლე მოციქულის სიტყვები მეხმარება იმაში, თუ ეს ყველაფერი როგორ გავითავისო და ამის თანამონაწილე როგორ გავხდე, დღეს აღმოვიკითხეთ მეორე კორინთელთა ეპისტოლე მეხუთე თავია ეს. ჯერ ერთი პავლე მოციქული გვახსენებს ესეთ რამეს, რომ ქრისტე ყველასთვის მოკვდა. ყველასთვის მოკვდა ნიშნავს იმას, რომ მე პერსონალურად უნდა მივიღო საკუთარ თავზე, ჩემთვისაც მოკვდა. შეიძლება ასე ვთქვა, ქრისტე ჩემთვის მოკვდა. ანუ ის რომ ადამიანი ღმერთს შეუერთდა და ადამიანი რო გახდა დამტევნელი საღვთო ენერგიისა, ხო? ძეღმერთი, მამა ღმერთი და სულიწმინდა ღმერთის სამივე პიროვნება მაძლევს საღვთო მადლს და ენერგიას, მაგრამ აი განკაცებული ძეღმერთის შემთხვევაში ეს ენერგია მომეწოდება უშუალოდ ქრისტესგან ვიღებ. ასევეა სხვათაშორის, როცა ადამიანი ეზიარება. თუ ადამიანის გული მზად არის, იმიტომ რომ გული თუ მზად არ არის, ქრისტეს გვერდზე იდნენ და ვერ ხედავდნენ. არათუ ვერ ხედავდნენ, ხელს ურტყავდნენ, დასინოდნენ და ანერწყავდნენ. გესმით? აი როცა ადამიანი ვერ გძნობს, ღმერთი თავის თავდაბლობით ამ თავხედობის უფლებას გაძლევს. ხოლო ვინც გძნობს მომაკვდავში, არა სასწაულ მოქმედში, არამედ მომაკვდავში ჯვარცმულმა ავაზაკმა იცნო. გესმით, აქ გულის რაღაც საიდუმლო მზაობაზეა საუბარი. გული საიდუმლოებრივად მზად უნდა იყოს. ხო და ვისი გული საიდუმლოებრივად მზად არის, ის ზუსტად იგივეს იგრძნობს ზიარების დროს, რასაც მაშინ გძნობდნენ ქრისტეს გვერდზე მყოფები. ანუ ერთია საღვთო ენერგია, რომელიც მეძლევა ყოვლადწმინდა სამების თითოეული პირისგან, მაგრამ მეორეა უშუალოდ ქრისტესგან, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, არსებობს ცეცხლი, მაგრამ სანთელია კონცენტრირებას ახდენს თავის თავში ამ ცეცხლისა და სანთელი ანთია და ცეცხლი უკიდე. აი ქრისტე კონცენტრირებას ახდენს თავის თავში თითქოს ფოკუსირებულია, თითქოს ლოკალიზებულია, ხა ფერისვალებას ვიზეიმებ და გაბწყინდა ქრისტე, საღვთო მადლი, საღვთო ენერგიამ გამოანათა. გაიოლებულია ჩვენთვის, ჩვენ თუ ქრისტეს როგორც ღმერთს მივიღებთ და ვირწმუნებთ, ჩვენთვის გაიოლებული ხდება, სად ვეძებოთ ის საღვთო ენერგია, რომელშიც მე უნდა ვიცოცხლო, იმიტომ რომ საღვთო ენერგია, რო ვთქვით, რომ საერთოა მამა ღმერთისთვის, ძეღმერთისთვის, სულიწმინდა ღმერთისთვის, იგივე საღვთო ენერგია ხდება ჩემი მაცოცხლებელი ადამიანისათვის, რამე თუ ვერთიანდები ღმერთში, სწორედ საღვთო შეუქმნელი ენერგიებით, საღვთო მადლით. და ეს რომ მახსენებს, რომ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, ეს მე მახსენებს, ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობ, აი ხა მე ვამბობ, ესე ქრისტე ყველასთვის, ესე იგი ჩემთვის მოკვდა, ესე იგი ეს ყველაფერი ჩემთვისაც არის და ჩემზეც, ჩემშიც და ჩემზეც უნდა რეალიზდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ეს რომ მოხდა და ამას რომ ვიაზრებ, რომ ქრისტე ყველასთვის მოკვდა და ჩემთვის მოკვდა. მერე პავლე მოციქული მეუბნება ესეთ რამეს. ერთმანეთს უპირისპირებს ჩემს უღმერთო სიცოცხლეს, ბიოლოგიურ სიცოცხლეს, ეგოისტურ სიცოცხლეს და იმ სიცოცხლეს, რომლის შესაძლებლობაც დაეშვა მას შემდეგ, რაც ღმერთი ადამიანად მოვიდა. ამიტომ პავლე მოციქული ესეთ რამეს ამბობს. ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხალნი, ანუ ვინ ჩვენ ვართ აი აგერ, ხო ბიოლოგიურად ამ შემთხვევაში. თავისთვის კი აღარ ცოცხლობდნენ. არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა. ეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ თითქოს ვიღაცა თავისუფლებას გართმევს, თავისუფლებას კი არ გართმევს, თავისუფლებას გთავაზობს და გეუბნება თუ გინდა, ანუ პავლე მოციქული გეუბნება, რომ ქრისტე შენთვის მოკვდა, შენ თუ გინდა, რომ ეს გაითავისო და ის საღვთო მადლი და ენერგია, რომელიც მისგან აი ესე როგორც წყაროს თვალიდან ისე გადმოედინება, შენში შემოვიდეს და შენში დაიწყოს მარადიული სიცოცხლე, მაშინ
შენ უკვე უნდა იცოცხლო არა საკუთარი თავისთვის და აქ იგულისხმება ბიოლოგიური და აქ იგულისხმება ეგოისტური სიცოცხლე, არამედ იმისთვის, ვინც მოკვდა შენთვის და აღდგა. ანუ ნიშნავს, რომ გული გაუხსნა მას. აი, თქვათ, როცა ერთ ადამიანს მეორე უყვარს, ის ცდილობს გული გაუხსნას, ის თავის გულში შეუშვას და მისთვის იცხოვროს და ამაში პოულობს ის ბედნიერებას, იმიტომ რომ ვინც უყვარს, იმისთვის ცხოვრობს და იმაზე ფიქრობს და გულში ისაყავს და თავის თავზე მეტად ის უყვარს. ხო და ამით ეს ადამიანი ბედნიერობს, ამით ეს ადამიანი მართლა პიროვნება ხდება და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ღმერთთან ურთიერთობაში მსგავსი რაღაცა უნდა მოხდეს, თუ ადამიანი ქრისტიანია, ის იწყებს სიცოცხლეს ქრისტესთვის და უარს ამბობს თავის ეგოისტურ სიცოცხლეზე, რასაც ქვია სწორედ აი უფლის მოწოდება რომ არის, ვინც არ უარყოს თავითვისი და არ შემომიდგეს მე, იგი არ არის ჩემი ღირსი. და ამას აკეთებს ადამიანი, იმიტომ რომ გააზრებული აქვს, რომ სასიცოცხლო ენერგია, რითაც ღმერთი ყოფიერებს, ის სასიცოცხლო ენერგია მომიტანა მე განკაცებულმა ღმერთმა და ეს მე უნდა მივიღო, თუ მე მინდა. მაგრამ აქ არის ერთი საკითხი, რომ ხორციელად, ესე პავლე მოციქული, თვითონ პავლე მოციქულსაც არ უნახავს ხორციელად ქრისტე და თავის გამოცდილებით საუბრობს. მოციქულებს შეიძლება ეთქვათ, რომ ჩვენ ვიცნობდით ხორციელად ქრისტეს. და პავლე მოციქული ესე ამბობს, მაგრამ ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, რადგან თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აწუკი აღარ ვიცნობთ. ანუ ჩვენთან აღარ არის ხორციელად ქრისტე. ანუ ის რომ თქვათ, აი მე რო იმ დროს დაბადებულიყავი, მე რო იქ ყოფილიყავი, მე რო მენახა, ეგება რაღაც სხვანაირად ყოფილიყო. ეს არის ობიექტური მოცემულობა. იმოღვაწევა ჯვარცმული იქნა, აღდგა, ამაღლდა, ზეცა და დამთავრდა. ჩვენ მას ფიზიკურად ვეღარ ვეხებით. თუმცა მან დატოვა საიდუმლოება ზიარების სახით, ეს კიდე სხვა თემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს უშუალო შეხება არ აქვს. მაგრამ იმისათვის რომ ეს ყველაფერი შენში მაინც რეალიზდეს და იმისათვის რომ შენთვის ზიარება გაცოცხლდეს, ხო? შემდეგ პავლე მოციქული აგრძელებს. ვინც ქრისტეშია, ანუ ჩვენ არ ვდარდობთ იმას, რომ ჩვენ ქრისტე ხორციელად არ გვინახავს. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მინახავს და ეს არ ნიშნავს, რომ მე მასთან არა ვარ და მე მასთან ყოფნა არ შემილია. აგრძელებს პავლე მოციქული, არ გვინახავს ხო ქრისტეს, ხორციელად არ ვიცნობთ, არ ვიცი. ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველმა გაანვლო და აჰა, ყოველივე არის ახალი. იმისათვის რომ შენ ყველაფერი ეს მიიღო და გაითავისო, ამისათვის არ ჭირდებოდა დაბადებული იყავი იმ დროს, მოციქულთა დროს, არამედ შენ ახალ ქმნილებად იქცე. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ ქრისტეში, ქრისტეა შენში, აი რასაც პავლე მოციქულის სიტყვების მიხედვით გალობთ ნათლობის ჟამს, რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელგვიღებიეს, ქრისტეს შეგვიმოსიეს. ქრისტე როგორც ღმერთი, როგორც ადამიანიდან ხო ის კონცენტრირებულია, ფოკუსირებულია მასში, როგორც ადამიანში საღვთო მადლი და ენერგია, ხო? მაგრამ ქრისტე როგორც ღმერთი, სამყაროს შემოქმედი, ის შემოდის ჩემში, მე ვიწყებ მასში ცხოვრებას, მისით მოცული ვხდები, ქრისტეს შემოსილი ვხდები და ეს ნიშნავს, რომ მე ვარ ახალი ქმნილება. თუ ადამიანი ახალი ქმნილება არ გახდა, მისთვის ეს ყველაფერი შეუძლებელია ქმნილება მიცხოვროს ღმერთში და ღმერთმა იცხოვროს ქმნილებაში. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის, ამ შექმნილი სამყაროს ნაწილი. და ჩვენი კავშირი ღმერთთან რაღაც საიდუმლოებრივია, გონება მიუწვდომელია. ღმერთი არც დროშია, არც სივრცეშია, არც მატერიაშია, არსად არ არის. გესმით, არსად არ არის. ღმერთი არსად არ არის დროში, არსად არ არის სივრცეში. იმიტომ რომ დრო და სივრცე მისი შექმნილია და ეს ყოველ თავად ღმერთი მისგან თავისი არსებით, მისგან ტრანსცენდენტული, ანუ აბსოლუტურად შორს არის. შორს არა მანძილის თვალსაზრისით, არამედ არსობრივად. და უცებ შენში, აი როგორ არის შენში, როცა არსად არ არის. და როგორ ხარ შენ მასში, როცა მას ვერსად ვერ იპოვი. ამას ხო ადამიანური ლოგიკით ვერაფრით ვერ ჩაწვდები, ვერაფრით ვერ მიხვდები, მაგრამ აქ არის ზუსტად ახალი ქმნილების არსება. ადამიანი როგორც ახალი ქმნილება, აღარ არის ჩვეულებრივი ქმნილება. ადამიანი ხდება ის, როგორც არის ჩანაფიქრი. აი რაც ჩაიფიქრა ღმერთმა, რაც ჩაიფიქრა ადამიანის შესახებ, აი ის ხდება ადამიანი. აი ამ გზაზე ვდგავართ ჩვენ. ძალიან რთულია ამის გაგება სიტყვიერად, თეორიულად, მაგრამ ეს განიცდება, უცნაურია, ხო? ადამიანი უცებ განიცდის თავის თავში ღმერთს და იცის, რომ ის ღმერთია. თან დანამდვილებით, ეს როგორ ხდება? რანაირად ხდება ეს? ყველაფერი ღმერთისგანაა, რომელმაც შეგვირიგა ქრისტეს მიერ და მოგცა მსახურება შერიგებისა. პავლე მოციქული შემდეგ ამბობს, რომ
ჩვენ ცხოვრებაში რაც ხდება, ყველაფერი ღმერთისგან არის და ჩვენ მოგვცა განსაკუთრებული ღვთისმსახურება, რომელიც არის არა უბრალოდ რელიგიური მსახურება, არამედ ღმერთთან შერიგების, შეგვირიგა ქრისტეს მიერ, შერიგების მსახურება და შერიგებაში ის კი არ იგულისხმება, ხო, კარგი, ბოდიში მაპატიე, კაი გაპატიებ. კვლავ ერთობა იმიტომ რომ ეს მაგალითი მე მაქვს, როცა ღმერთი ადამიანად მოვიდა, შერიგებაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იგულისხმება ერთობა, გონება მიუწვდომელი ერთობა ღმერთთან, ერთიანობა. ამიტომ ლოცვის უმაღლესი ფორმა არის არა ის რაღაცა მომეცი რაღაც, თუნდაც მადლობა, მადლიერება, დიდება, არამედ ლოცვის უმაღლესი ფორმა არის ღმერთთან ერთობის განცდა. რომ გძნობ, რომ ღმერთი შენშია და შენ ღმერთში ხარ. აი ეს ამისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. ეს არის სამოთხე, ეს არის სასუფეველი. რადგან ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა. აქ პავლე მოციქული ცოტა დაბლა ჩამოდის და სიდნეობრივ კუთხით აფასებს, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, ანუ ეს ერთობა ზნეობრივი სრულყოფილების გარეშე კი არ ხდება და ამბობს, რომ არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები. სხვა ადგილას იტყვის გაამართლა, არ შეურაცხა, გაამართლა, ანუ დაივიწყა. ღმერთი რომ ივიწყებს შენ ცოდვებს, ის ცოდვები ცოდეთ აღარ არსებობს. ეს ანუ ადამიანის ცხონების, ადამიანის ღმერთში მყოფობის ერთ-ერთი მთავარი აი საფუძველი არის ის, რომ ღმერთი ივიწყებს ჩვენს ცოდვებს, ანუ გვამართლებს, ანუ ჩვენი ცოდვები აღარ არსებობს, აი ეს შეუულია საღვთო მადლს, იმიტომ რომ არ შეიძლება რაიმე ბიწი ოდნავ მაინც ჩრდილი შევიდეს საღვთო ნათელში, რაიმე ბიწი შევიდეს საღვთო სიწმინდეში. და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა. რა არის შერიგების სიტყვა? აი ღვთის სიტყვა არის შერიგების სიტყვა. ანუ ღვთის სიტყვა არის რაც ჩვენ გვესმის, ხო? წმინდა წერილში, წმინდა მამებთან ლიტურგიაზე, ლოცვაში, ეს არის შერიგების სიტყვა, ანუ ღმერთთან ერთობის, არა იურიდიული გამართლების უბრალოდ, არამედ ღმერთთან არსობრივი ერთობის სიტყვა, ღმერთთან შეერთების სიტყვა არის ეს. ამრიგად ჩვენ ქრისტეს გულისათვის ვართ მოვლინებული და თითქოს ღმერთი შეგაგონებდათ ჩვენი მეშვეობით და ახლა ამ დროს ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის წამოწეული, რომ აი ეს შერიგების სიტყვა, რომელიც არის საიდუმლოებრივი ერთობის, ღმერთთან საიდუმლოებრივი ერთობის ერთგვარი მომნიჭებელი, უფალი რომ საუბრობდა, იმ სიტყვებს ძალა ქონდა. ასევე ეს ძალა, ეს ძალმოსილება, შერიგების სიტყვა არის ძალმოსილი სიტყვა. ეს ძალა ამ საღვთო სიტყვას, ღვთის სიტყვას დღესაც აქვს ეკლესიაში და პავლე მოციქული ამბობს, რომ 2000 წლის წინ დაიწყო ქრისტემ და ჩვენ ვაგზელებთ ჩვენ თითქოს ღმერთის შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტეს გულისათვის ვართ მოვლინებული. ანუ ღვთის სიტყვა 21 საუკუნეში დღესაც, როცა ისმის, ეს არის ქრისტეს საქმის გაგრძელება და ღმერთის შეგაგონებთ, ანუ ღვთის სიტყვა და ის უნდა იყოს ძალმოსილი. ამიტომ თუ მისიონერული სიტყვა ძალის გარეშეა, თუ მისიონერული სიტყვა არ არის ძალმოსილი, ის ყალბია. თუნდაც თეორიულად თეოლოგიურ ვარსკვლავებს წყვეტეს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ის იყოს ძალიან მარტივი, ძალიან უბრალო, მაგრამ ძალით. და თუ მარტო თეორიაა და საოცარი თეორიული, თეოლოგიური განსაცვიფრებელი გამონათქვამებით არის სავსე, ის არაფერს არ ნიშნავს, თუ მას ძალა არ ახლავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ პავლე მოციქული ესეთ რამეს გვეუბნება, ქრისტეს სახელით გთხოვთ, შეურიგდით ღმერთს. თქვენ ეს ძალა რო იგრძნოთ, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ღმერთი რომელიც შენთვის მოკვდა, შენ მას შეურიგდე, ანუ გადადგა მისკენ აბიჯი, რომელმაც ცოდვის ღმერთზე ამბობს მამა ღმერთის და ქრისტეს ადამიანის გამოხსნის საღვთო აღშენებლობაზე, რომელმაც ცოდვის არ მცოდნე, ქრისტე არის ცოდვის არ მცოდნე, ცოდვის მსხვერპლად აქცია, ქრისტე ხო მოკვდა ისე რომ არ ეკუთვნოდა მას სიკვდილი, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ის ადამიანურად ცოდველი იყო და მაგრამ ეს მოხდა ასე, რათა ღვთის სიმართლეთ ქცეულიყავით მასში. ესე იგი, ჩვენ უნდა გავხდეთ, ჩამოვიდა და ჩამოსვლა, ღმერთის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ცოდვის მსხვერპლად იქცა, ხო, უცოდველი წმინდა ცოდვის მსხვერპლად იქცა, რომ ჩვენ ცოდვილები წმინდანებად ყოფილიყავით, ანუ საღვთო სიმართლეთ გადავქცეულიყავით ქრისტეში. აი ეს იმხელა ნაბიჯი გადმოდგა ღმერთმა. ეს ნაბიჯი, რომელიც დაძლევა ადამიანს არ შეეძლო, თვითონ გადმოდგა ეს ნაბიჯი, რომ მე შევძლო, რომ ეს დაუძლეველი უფსკული ჩემსა და ღმერთს შორის გადაილახოს ისევ ქრისტეს მიერ, რომ ღვთის სიმართლეთ ქცეულიყავით ქრისტეში. აი
ეს დღევანდელი სიტყვებიც თუნდაც რაც პავლე მოციქულთან აღმოვიკითხეთ, კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს თუ რა დიდებული გეგმის, საღვთო გეგმის აღსრულების წინაშე ვდგავართ, რომელიც თითოეული ჩვენგანის წინაშე დევს და კარგად უნდა გვახსოვდეს, არ დავივიწყოთ, რომ ღმერთმა სამყარო შექმნა იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ეს გზა გაიაროს და იმ გონება მიუწვდომელ ყოფიერებაში, სიხარულში, სიკეთეში, სიყვარულში და ბედნიერებაში შევიდეს, რომელიც ღმერთმა ჩვენთვის განამზადა სამყაროს შექმნამდე ჯერ კიდევ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.